ეს მუშაობს, კაი. გამარჯობა, მიშა მონტაძე. გამაცდილეს. რა ვიცი, რაზე ნინო იქნებ დამაყვალიანი, გამოდაერათ, რაზე უნდა რა ვთქვა, როგორ ვთქვა, რაზე ვთქვა. Kaj, რა ვიცი, ქართულად ამდენი არ მელაპარაკია ხანი. ნუ, ესამი რომელსაც დავამთავრე ამას. 37-ში დავამთავრე ესე. მუშაობდი აქ, ნუ ვესტერ ალბათ გავაკეთებთ ესეთნაირად, მოკლედ მოყვები რას ვაკეთებდი ეს ხანი და მე უკვე შეგვიძლია რაღაც კითხვებზე გადავიდეთ, შეიძლება საინტერესო მოხდა. ESM-ის დამთავრებამდე მე მგონი ნუ არ მახსოვს როდის დავიწყე მუშაობას რაღაც ასისის პროგრამა იყო მე მგონი მე მახსოვს ყველა მე გადავედი ჩემი კურსზე დიპლომატი დავდიოდი იყო ტექნიკური დახმარების პროგრამა შემდეგ მუშაობდი ეგეთი ბანკი იყო რომელიც გაკოტრდა აბსოლუტ ბანკი გაკოტრებული კომპანია ბევრი იქნება სპოტაშორის სიაში აბსოლუტ ბანკში მუშაობდი $20 მქონდა ხელფასი მე თვეში მაგარი კონკურსი გავიარე 15 კაცმა ძალიან ნერვიულობდი და მეგონი მე და თენგო თუ არსო თენგო მოსიძეთ მოხდა მაშინ აბსოლუტში მე მგონი ცოტა მოგვიანებდი და მაგრად კმაყოფილი ვიყავი აბსოლუტ ბანკში მუშაობდით მე მოვიდა ესეთი კოტრიჟინაშვილი ეს არის ადრე იყო ეგეთი Georgian Consulting Group რაღაც პროექტი ქონდა უნდა გამეკეთებინა შესწავლა საკრედიტო ორგანიზაციების და ნუ საინტერესო პროექტი არის სამკვირიანო $200 გადაგიხდით ეს 10 ჩემი ხელფასი იყო ძალიან დამაინტერესა გავაკეთე ეს პროექტი სამკვირიაში დავხატე ბევრი წიგნი წავიკითხე შესწავლა იყო რაღაც თუმე საქართველოში კაიხნის წინ იყო საკრედიტო ასოციაციები ამის შემდეგ მოეწონა ნაშრომი და მითხრა რომ მინდა შემოგთავაზებო სამსახურიო ნუ სამსახურის შემოთავაზება ძალიან გამიხარდა მithumet სამსახურაში $200 გადამიხადეს მივედი გასაუბრებაზე კოტესთან და მითხრა $40 თვიური ხელფასიო და ძალიან მოგეწონა შენი ნამუშევარი მოთხრა როგორ შეიძლება $40 თვიური ხელფასი $200 სამკვირაშიო და როგორ ეხლა წარმოიდგინეთ 12 თვეში $40-იო და სამკვირაში 200-იო უჯრედებს მიიღო მიმიღეს Georgian Consulting Group-ში Georgian Consulting Group-ში დავიწყე მუშაობა არ მახსოვს როდის გადავწყვიტე მაგრამ 95 წელს გადავწყვიტეთ აუდიტის გაკეთება ეგ თავიდან ერქვა ამ კომპანიას მე მგონი ბაკუნკოს Georgian Auditors and Advisors რაღაც ეგეთი GAA ზურა შემოგვიერთა ნიკოლოზი და ნუ ფაქტურად რაღაც ერთი ლეპტოპით მე და ზურა ვინაწილებდით მახსოვს ლეპტოპს ზურასთან სახში მაგრამ განვისტიდით ამის დაწყებას მე ვსწავლობდი ზურა ასწავლიდა ბატონ ნიკოლოზიც ასწავლიდა და ამიტომ რაღაცნაირად ის იყო რა ქვია დასაწყისი იყო კარგი საინტერესო ნოლიდან დავიწყეთ ჩვენი პირველი კლიენტი იყო ჯიოსეფ მახსოვს $500 ვიხდი და თვეში ამის შემდეგ გახდა GCG აუდიტი, იმიტომ რომ გია ზუსტად ბაზღაძე და კოტრიჟინაშვილი მაგათ შექმნილი იყო Georgian Consulting Group და ამიტომ გავაკეთეთ GCG აუდიტ, სადაც გავხდით ჩვენ ყველანი პარტნიორები. ანუ მე ვიყავი, ბატონ ნიკოლოზი, ზურა და დავიწყეთ აუდიტის მიმართულების განვითარება. საკმაოდ წარმატებული იყო პრინციპში ყველა ჩვენი მეგობარი და კურსები მუშაობდნენ GCG აუდიტში. ამ დიდი ნაწილი. შემდეგ რათა ყოველთვის ჰქონდა ტიკი რომ უნდა ხარვაჭი წავიდე სასწავლებლად. და რატომღაც მარტო ხარვაჭი. ნუ ეს ცხოვრებული გივი ზალდასტანიშვილი იყო, ძალიან კარგი მეგობარი. რომელმაც დამაკვალიანა. და 2099 წელს დავიწყე ხარვაჭი ჩაბარებას. 99 წელს გავაგზავნე საბუთები არ მიიღეს. და ნუ ეხლა მეწყინა, რა თქმა უნდა.
მაგრამ თავი დასმა გავაკეთე ის, რომ ეთქობა არ ჩავედი, არ ვანახე მეთქი ჩემი თავი და არ დაველაპარაკე რაღაც არ გავესაუბრებთ კი და ხაღალდებით როგორ და გადაწყვეტობთ კი და ავიღე და გავფრინდი ამერიკაში. და იქ დამეხმარა სხვათა შორის რამოდენიმე კაცი, გივი ზალდასტანიშვილი და ბეზოსი ყაველიძე არის ეგეთი. ძალიან მეგობრობთ პირველი ქართველი რომელსაც ხარვარდი დაამთავრა. აი დარეკეს გამორეკეს საწყარი ბიჭი ჩამოვიდა თბილისიდან ბოლოფული დახარჯაო და ეხლა როგორ ხوارშელებო შეგვიძლია გარეშე უკან წავიდეს რა. დაემთხვა ის რომ admissions დირექტორი იყო ბიჭი რომელიც მიდიოდა უკვე ხარვარდიდან. და პრინციპში არანაირი ის არ ქონდა ვალდებულება, იმიტომ რომ როგორც ესე აქტებია. და კი შევხვდებოდი ისე ამბობთ. ხონდა შევხვდი დაველაპარაკე რაღაც აუხსენი რომ არასწორად წაიკითხეს ვერაფერი გაიგეს პრინციპში ჩემი application-თან და ერთადერთი რაც მითხრა ბოლოს უკვე მე კი მივდივარ ნუ ვერანაირ გადაწყვეტილებას უკვე ვერ მივიღებ, მაგრამ წერილს დავუტოვებ რომ მე როგორც გონია ჩვენი როგორ მითხრა ჩვენი admissions პროცესი არის არ არისო perfect. ანუ რაღაც ნუ ვერ კარგად ვერ ანალიზი ვერ ჩავუტარებ თუ როგორ ამ კარტოთ მოწესო და მეორე წელს ჩავაბარე ისე. ჩავაბარე ისევ და ნუ მივიღეს. მეორე წელს უკვე ხარვარდში წავედი სასწავლებლად 2000 წელში ბევრი განცდა იყო, იმიტომ რომ ნუ კარგი კომპანია იყო, მუშაობდით პრინციპში საკმაოდ წარმატებულად. და 2000 წელში მაინც მიზანი მქონდა წასვლა და ამიტომ გადავწყვიტე რომ ყველანაირად განვახორციელო ჩემი მიზანი. წავედი ხარვარდში, ვისწავლე იქ 2 წელი, პირველი წელი ძალიან ბევრს სწავლობდი, ძალიან რთული იყო. ავე 3-4 საათი ძილი. პირველი წელი დავამთავრე სადღაც ნუ იქ რეიტინგები ოფიციალურად არ გვხვდება ვინ არის პირველ მეორე ადგილზე, მაგრამ ის არ აქვს. დავამთავრე ათეულში ყველაზე საუკეთესო სტუდენტების. და მეორე წელი ნუ რომ მოვიდა უკვე გადავწყვიტე რომ სწავლა ალბათ კი დავამტკიცე ჩემ თავს რომ ალბათ სწავლა შემიძლია ამერიკელთა მეორე წელი. გადავწყვიტე მეგობრებთან კარგად დროის გატარება. შესაბამისად ბევრს სწავლობდი, მაგრამ ყველაზე ჩემი საუკეთესო მეგობრები რაც შევიძინე მეორე წლის განმავლობაში მოხდა ეს ყველაფერი. ანუ კი სწავლობდით რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან კარგად დროსაც ვატარებდი. ხარვარდი დავამთავრე, შესაბამისად მე კი შუალედში მუშაობდი კიდე ერთ ცნობილ კომპანიაში, Enron ერქვა, რომელიც გაკეთდა. Enron-ში მქონდა summer internship-ი, პრინციპში summer internship-ის დროს ვერაფერი გავიგე, რას აკეთებდა ეს კომპანია. გაკეთდა მე მგონი არ მახსოვს ოქტომბერში. მე ზუსტად შევესწავლე, ხო, მე რო წამოვედი გაკეთდა კი. მე დავესწარი ზუსტად იმ პერიოდს, როდესაც CEO იყო ეგეთი skilling და ის ვიდეოდა და ყველას მოგწერა ჩვენ რომ აი მე მივდივარ ესე გული მიწუხს ეგეთი კომპანია არის, მაგრამ პირადი მიზეზების გამო ვტოვებთ თქვენო და წვინვალე და მე რო ყველას ვყრიფავდე და გვიყვებოდნენ და ასე შემდეგ და მე აღმოჩნდა რომ თუმცა ყველაფერი თქვენია. ჩამოვედი ზუსტად მაგ დროს იყო სხვათა შორის ყოველთვის საქართველოსთან არის რაღაც ბორჯომის кейსია ხარვარდში ძალიან კარგი. და ჩამოვიდა ჟაკ ფური, ეგ იყო ეხლა არ მახსოვს, მგონი აღარ არის, უკვე იყო ბორჯომის გენერალური დირექტორი. და ჩამოვიდა ლანჩზე გავიყვანე, ძალიან გაუკვირდა რომ რაღაც ყველა ხარვარდის თურმე იცის მთელი ისტორია ბორჯომის და რა ქვია მაგრად მონაწილეობდნენ ამ кейსების გარჩევაში და ნუ რაღაც ისეთი დეტალები იციან რომ просто кейსიდან და ინტერნეტიდან ვერ შეიძლება ვერ გაარკვია თუმცა რომ ქართული არის რა სიტუაცია სულ საქართველოს და ბორჯომზე უკვე. ხოდა ჟაკმა გაიხსენა ვიცნობთ კარგად ერთმანეთს, წავედით ვილანჩავეთ და მაშინ მომიყვა საინვესტიციო ფონდი არის ეგეთი private equity ბერინგოსტოკ. ნუ ყველაზე დიდი საინვესტიციო ფონდი იმ დროს, მაგას წაკი შემიძლია მოგიყვეთ. და ნუ არ ვიცოდი მაშინ ბერინგოსტოკი პრინციპში მუშაობა არ მინდოდა ისეთ დიდ კომპანიაში, განსაკუთრებით ერმონის შემდეგ. და მითხრა რომ მაინც დაელაპარაკე შეიძლება საინტერესო იყოს, რომ საინვესტიციო ფირმა არის და კარგი პროექტები აქვს. ყველაზე წარმატებულია და ბორჯომის აქციონერები არიან. მაგათ დაუკავშირდი, მე ისინი დამიკავშირდნენ, რაღაც გაიწელა ესე ჩვენი საუბარი, სამსახურს არ უძებდი საერთოდ მეორე წლის განმავლობაში. და მე ბოლოს, ნუ მოლაპარაკებების შედეგად მოკლედ მოვხდი ბერინგოსტოკში. ბერინგოსტოკი ეს არის საინვესტიციო ფონდი, რომელიც ყიდულობს კომპანიებს.
და შემდეგ ანვითარებს და კიდეს. Ну, ფაქტურად მთელი ბიზნესი ეგრე. ეხლა დღეს არის სადღაც 4 მილიარდი დოლარი არის მართვის ქვეშ. Ну, ყველაზე დიდი ინვესტიციები არის დაუშვათ Yandex-ი, მაგალითად გაიგონიათ თუ არა, ვიცი, кейსები უნდა გააკეთო გაუწევია. ეგ იყო 2000 პირველ რიგში მე უკვე რომ მივედი უკვე რა პატარა ინვესტიცია იყო ჩადებული და შემდეგ ვდებდით ყოველ წელს ცოტა. ჩავდეთ ინვესტიცია 5 მილიონი დოლარი და ვიყიდეთ 30%. დღევანდელი კაპიტალიზაციით რო გადაითვალოთ 30% ღირს ეხლა მეგონა სადღაც ну 3-4 მილიარდი დოლარი და გააჩნია რომ იმას აიღეთ რა ქვია თარიღს განთავსების შემდეგ Yandex-ის იმაში ამერიკაში. Ну, ბევრი კომპანია Beeline, Borjomi, STS, ტელეკანალი არის ვიცი თუ არ ვუსველი, ეს ბერინგოსტოკისა. შესაბამისად დავიწყე მუშაობა 2002 წელში, 2003 წელში გამხადეს პარტნიორი. Ну, ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი ვიყავი ხარვარდში, თითქმის რა, ჩემს ახალგაზრდა ძალიან ცოტა იყო. Ну, ყველაზე ახალგაზრდა პარტნიორი გავხდი ბერინგოსტოკში. ბერინგოსტოკში დღესაც პარტნიორი ვარ. მაგრამ 2005 წელში სადღაც დავიწყეთ ყურება ბანკის და ვიყიდეთ ყაზახეთში დავიწყეთ რაღაც ბანკზე მოლაპარაკება. იქაც ესე აღმოჩნდა რომ ჩემი კლასელი იყო ხარვარდელი, რომელმაც დამირეკა და მითხრა რომ იქნებ ჩამოხვიდე რაღაც ბანკი არის საინტერესოა და მოდი ერთად შევხედოთ. ხო, ჩავედი 2005 წელში. დიდი რისკის ქვეშ იყო ბანკი, მაშინ რაღაც შეტევები, უკეთებდნენ კონკურენტები, გრეიდერები და ასე შემდეგ. მოკლედ ყველა გავზე გამოწიეთ. ვიყიდეთ 51%. ჩვენ პარტნიორთან ერთად, ეხლა ჩემი პარტნიორი არის ვიჩსლავ კიმ, არის ეგეთი ბიზნესმენი ყაზახეთში ძალიან კარგი. და 2006 წელში ვიყიდეთ, გავხდით უბრალოდ ინვესტორები ბანკში. და 2007 წელს საქმეები არ მიდიოდა კარგად ამ ბანკში. და სადღაც 2007 წლის ბოლოს, მეგონი 2008 წლის დასაწყისში მივედი გადაწყვეტილება, რომ ამ ბანკის უნდა გავხდე ხელმძღვანელი. შესაბამისად გავუშვი მთელი მენეჯმენტი, დავდექი ამ ბანკის სათავეში და ბანკის შემდეგ უკვე ვაყალიბებდი გუნდს. და შესაბამისად 2006 წლიდან ფაქტურად ამ ბანკს ხელმძღვანელობ ეხლა ყაზახეთში. Ну, ბერინგოსტოკის პროექტია, პარტნიორიც ვარ, დირექტორთა საბჭოში ვარ ორი კომპანიის. მოსკოვში, რუსეთში. და შესაბამისად ამ ბანკს ხელმძღვანელობ. გუნდი არის ფანტასტიკური, სხვათა შორის ESM-თან დაკავშირებული არის ჩვენი აჩიკო ძოძუაშვილი, ჩემი მეგობარი და ძმაკაცი. ძალიან ახლო არის რისკებს ხელმძღვანელობს, თენგო მოსიძე კლასელი და მეგობარი არის ფინანსური დირექტორი, არა, მეგობრების ის კი არ არის ხო. უბრალოდ ESM-თან დაკავშირებულები არიან ყველანი. საქმე პირველ რიგში. თენგო მოსიძე არის ფინანსური დირექტორი, მამუკა კირვალიძე არის ჩემი პირველი მოადგილე და IT-ის დირექტორი. მამუკა ESM-ში რას მithულობდა როს? ბუღალტერიას. და მამუკა მუშაობდა ჩვენთან GCG აუდიტში. გია ბერიშვილი, ეგ გია სტანდარტულად მივდივარ ხოლმე, იმიტომ რომ გიას თანამდებობა არავინ არ იცის ბანკში. ყველაზე კონფიდენციალური თანამდებობა. გია ფაქტიურად წვითავს ვინ უნდა მიიღოს კრედიტი და ვინ არა, ну სკორინგი და რისკები და ეგეთი რაღაცები და არავინ არ იცის გია რას აკეთებს ყველაზე კონფიდენციალური ესა საქმე. და გუნდი არის ძალიან ისეთი საერთაშორისო რუსეთიდან არიან რამოდენიმე კაცი, ну ყაზახეთიდან რა თქმა უნდა, უკრაინიდან ჩემი კოლეგა ბერინგოსტოკიდან წამოვიდა ასევე. და მაგ ვანვითარებთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბანკი ახლა რიტეილში, კრიზისი რა თქმა უნდა რთული იყო და გავიარეთ, ბევრი რაღაც პრობლემები და შეცდომები დავუშვით, მაგრამ რამდენი ახლა აქტივები აქვს ბანკს სადღაც 3 მილიარდი დოლარი თუ არ ვცდები. 5000 კაცი მუშაობს და ფილიალები და გაკვეთვის ადგილები აქვს 650 თუ არ ვცდები. გეგმებს რაც შეეხება, ეს არის ბანკი რა თქმა უნდა, ყველანი მუშაობთ იმისთვის, რომ ბანკი იყოს წარმატებული პროექტი. მაგრამ ძალიან რთულია კრიზისის შემდეგ ამ სფეროში ისეთი რა ქვია, წარმატების მიღწევა, მაგრამ ჩვენი ბანკი ძალიან ძლიერია. ესე მოკლედ, რა ვიცი, ჩემს შესახებ.
ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა მაინც ჩემთვის არის ჩემი 4 ბავშვი და წინული მეუღლე. რა ვიცი, მოდით იქნება რაღაც კითხვებზე გადავიდეთ და დამაკვალიანებთ თქვენ და იმას ვუძახოთ. კი პასუხობთ. დავიწყოთ. მიკროფონი. გამარჯობათ. გუნდი ახსენეთ და უფრო დაწვრილებით თუ შეიძლება აი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებს გუნდთან როგორ იღებთ გუნდთან ერთად. თქვენი როგორც მენეჯერის და შემდეგ გუნდთან ურთიერთობად. გუნდს რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვანია მენეჯერული გუნდი ყველა წიგში წერია პრინციპში ეგ. მე არაფერს ახდენს არ ვიტყვი. ყველაზე დიდი შესაბამება მას დავუშვი რომ თავიდან თუ ავიყვანე დროზე არ დავუშვი. რადგან ვერაკეთებდა იმ ამოცანებს ვერასრულებდა რაც დავალებული ჰქონდა. ამიტომ თავიდან პრინციპში ეგ ისტორია სხვადასხვა რატომაც გავხდი, იმიტომ რომ სამწუხაროდ მომიწია მთელი გუნდის გაშვება ჩემი კლასელის ჩათვლით, რომელმაც დამიძახა იქ ამ ბანკის რესტრუქტურიზაციისთვის და ინვესტიციის გასაკეთებლად. იმიტომ რომ დინამიკა აქვს და პოზიტიური ენერგია. 2008 წელს დავიწყეთ გუნდის ჩამოყალიბება, შესაბამისად ძალიან დიდი როლი ითამაშა მამუკამ კირვალიძემ, იმიტომ რომ თავიდან ნოლიდან დაიწყო ფაქტურად მნიშვნელოვანი მიმართულების აწყობა. ბანკს რო შეხედოთ, პრინციპში ბანკი არის IT კომპანია. ბანკი არის IT კომპანია, ბანკი არის სავაჭრო კომპანია. ყოველთვის არატრადიციულად უყურებ ჩვენ და მე მგონი თანამედროვე კომპანიები ყველანი ცდილობენ ესნაირად შეხედონ ფინანსურ მომსახურებას. შესაბამისად, მამუკა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენი პრიორიტეტი იყო ეს. პირველ რიგში ეს არის ეს IT საწყობა. და შემდეგ ნელა დავიწყოთ გუნდის შეკრება. შესაბამისად, ბანკერის ვაჟებს ასეთი არის ტოპ მენეჯმენტში. ანუ ყველა არის ან მამუკა ახლა თავისთავად, მაგრამ ახლა თენგო მუშაობდა აუდიტში, ბიჭები მუშაობდნენ IT-ში, რიტეილში და ასე შემდეგ. ანუ ბანკერი არც ერთი არ არის და პრინციპში ბანკერები არ აქვს ბანკში სამუშაოდ. რაც შეეხება მენეჯმენტს, დიდი ევოლუცია გაერა, რა თქმა უნდა. ანუ თავიდან გადაწყვეტილებებს და გადაწყვეტილება იწყებოდა ეს თავიდან ვიღებდი გადაწყვეტილებებს მარტო მე. შემდეგ ვიღებდით გადაწყვეტილებებს ერთად. მაშინ დავიწყო ზუსტად სიგარეტის მოწევა, სიგარეტს ავუწყობ. რაღაც ოთახი გვაქვს, კურილკას ვუძახით. მაგრამ კურილკაში ვიდექი, ვიღებდით გადაწყვეტილებებს. ეხლა ხუმრობ, მაგრამ ძალიან ბევრი გადაწყვეტილება ესე არაფორმალურად მივიღეთ. ეხლა ამ წუთას უკვე საკმაოდ ისეთი გადაწყვეტილებები ყველა ტოპ მენეჯერი იღებს გადაწყვეტილებებს იმ რესურსების და გათვალისწინებით რაც აქვს და იმ მიზნებიდან გამომდინარე რაც უშუალოდ მის წინ არის დაყენებული. ჩვენ არაფორმალურად ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას ვიღებთ, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ესეთი პოლიტიკა ყველას აგიაკარი, ანუ შეუძლია ჩემთან ნებისმიერ დროს შემოსვლა, მე შემიძლია მაგათთან შევსვლა და ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია ხელმძღვანელთან შესვლა. შესაბამისად, თუ რამე საკითხი არის, ვიღებთ გადაწყვეტილებებს ძალიან სწრაფად ერთმანეთთან კონსულტაციის შედეგად. ნუ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კოორდინაცია გაკეთდეს. უბრალოდ ერთმანეთმა ვიცოდეთ, ვინ რა გადაწყვეტილებებს იღებს. აი ეს არის ჩვენი ჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა და პროცედურა, რომელსაც ვთქვით დავიწყოთ. ეხლა ამ წუთას ყველაფერი ისეთაა, რა არაფორმალურად გეთება. ბრეინსტორმინგებს ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ბევრი საინტერესო იდეები მოვდის და ბატონო მიშა, თქვენ მოღვაწეობთ ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის რუსეთი და როგორიც არის ყაზახეთი, ანუ სიტუაციას გულისხმობ ახლა პოლიტიკურს და ეკონომიკურს და მაინტერესებს, როგორ მოახერხეთ თუნდაც ორი წელი, ესე მოკლე ვადის განმავლობაში 2 წელი საკმაოდ ცოტა ბერეგვასტოკში რა გავხდარიყავით პარტნიორი და შემდეგ კიდევ ყაზახეთში რო გავიყურეთ ესე გზაით, როგორ ჩამოიშორეთ, აი თუ შეგიძლიათ ამაზე რო გვესაუბროთ ცოტა ვცლად. ვინ ჩამოუშორეთ? კონკრეტები ჩავესაუბროთ, რო გვეჯახებოდნენ უნდა. აი თუ შეგიძლიათ რომ ამაზე გვესაუბროთ უფრო ვცლად. რაც ეხება ქვეყნებს შორის პრინციპში არასდროს არ მქონდა პრობლემას, ჩემი იყო სამხედრო. ხოდა აქედან გამომდინარე უამრავი სკოლა გამოიცვალე და უამრავ ადგილას ცხოვრობდით და პრინციპში ისეთი არასდროს არ მქონდა უпростоრად პირიქით ყველაზე ჩემი ასე ვთქვათ რთული ჩემთვის იყო ეს არის მეგობრები და მეგობრები შევიძინე მხოლოდ ISM-ის დროს. თორე ISM-ამდე გამოიცვალე უამრავი ინსტიტუტი. ნუ ჩეხოსლოვაკიაში ცხოვრობდით, ბათუმში დავიბადე, ბათუმში ცხოვრობდით, თბილისში ცხოვრობდით, სკოლებს ვიცვი და ასე შემდეგ და მარტო სწავლაზე ფიქრობდი. შესაბამისად
რაც ეხება ადგილების გამოსვლას, არასდროს არ იყო ჩემთვის პრობლემა. ხარვატში რომ ვამთავრებ ბევრი ბიზნეს სკოლაში აბარებ ფაქტიურად სამი ბიზნეს გამო რა. ერთი მიზანი არის ის რომ მომავალში უფრო მეტი ცოდნა და ფული, რა თქმა უნდა. მეორე არის გეოგრაფია რომ შეიცვალო. ანუ შენ არ გინდა რაღაც ქვეყანაში იცხოვრო და გინდა სხვაგან იცხოვრო და მესამე ინდუსტრია. ანუ ამ ინდუსტრიაში არ გაინტერესებდა, სხვა ინდუსტრიაში გინდა იმუშაო. ჩემთვის ეგ იყო, ხარვარდი იყო უფრო რაღაც ტიკი, რომელიც დამეწყო გივის ალდასტანის გაცნობის შემდეგ და ბატონ ნიკოლოზი რა თქმა უნდა ყველანაირად ამ ტიკს ამითარებდა ჩემში და შესაბამისად არ გადავუხვი უბრალოდ გზას. ვერ ვიტყვი ახლა ხარვატში რა ჩავაბარებინა, ახლა სად ვიქნებოდი ალბათ. მაინც ვიქნებოდი საქართველოში, იმიტომ რომ ხარვატი დამეხმარა იმაში რომ გამეხსნა საზღვრები. ახლა რუსეთში რო ჩავედი, პრინციპში რუსეთში საკმაოდ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ფანტასტიკური კომპანია არის, უამრავი შესაძლებლობები ახლა ყველგან არის თავისი მინუსები და პლუსები. მაგრამ ყაზახეთი არ განსხვავდება რუსეთიდან. ერთადერთი განსხვავება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სტაბილურია ბევრად და თამაშის წესები არის საკმაოდ ჩამოყალიბებული. ამ თამაშის წესები რას გვიგვიწევს? სასამართლო სისტემა მაგალითად არის საკმაოდ ჩამოყალიბებული. დაუშვათ შეგვიძლია მაგალითად საგადასახადო შემოვიდა და უშუალოდ შეგვიძლია უშუალოდ საგადასახადოს ფული წავარდოთ. ეს არის ყველაზე ისეთი რა, მარტივი მაგალითი, მაგრამ რუსეთს რო შეადაროს ადამიანმა ეს საკმაოდ რთულია, რომ შენ საგადასახადოს ან ფინანსურ პოლიციას ან დაუშვათ პროკურატურას უჩივი მოიგო და შემდეგ ფული დაგიბრუნო ნაკლებში მოგიხადო. ყაზახეთში ესეთი რაღაცები საკმაოდ ნორმალურად მუშაობს, იმიტომ რომ საკმაოდ სტაბილური გარემო არის. ეხლა კონკურენტებს რაც შეეხება, ეგ მიზანი არ იყო არასდროს კონკურენტების გაწევა გამოწევა. თავარი იყო ის, რომ ჩავამოყალიბეთ თავიდან მიზანი, რისი გაკეთება გვინდა. ანუ პრიორიტეტი იყო ძალიან მარტივი. გვინდა რომ იყო ყველაზე კარგი ბანკი. ბატონ ნიკოლოზი სხვათაშორის ჩამოვიდა, მაშინ ტრეინინგებს გვიტარებდა, ალბათ იხსენებს რა ზოოპარკი იყო პირველ პერიოდში. შესაბამისად, ბატონ ნიკოლოზი არავინ არ მუშაობს იმ დროიდან. ხო, აი ეს მიყვარს რა. არც ერთი აღარ დარჩა. სამწუხაროდ. ხო და თავარი იყო მიზანი რა. მიზანი დავსვით ესეთნაირად. გვინდა ვიყოთ საუკეთესო ბანკი. შესაბამისად, ყველა საუკეთესო ბანკი სად შეიძლება იყო. ნუ ვიფიქრეთ, რომ რიტეილი, ქართულად რიტეილი როგორ იქნება? საცალო ბანკი. ნუ რიტეილ ბანკი, მოკლედ. ფიზიკური პირების მომსახურების სეგმენტში თქვით, რომ შეგვიძლია ესეთ სეგმენტია, სადაც ყველაზე დიდი ფასეულობის შექმნა შეიძლება აქციონერებისთვის და ყველაზე დიდი კონკურენციული უპირატესობის მიღება. სულ აქედან დაიწყო მერე მთელი ფიქრი, როდესაც პრიორიტეტი არის, მიზანი არის, ნუ იქ რა თქმა უნდა ციფრებში გადავიდა 30% და უშუალოდ იქ მილიონი კლიენტი გვინდა, ეხლა მილიონი არა, მილიონი ამის ნუ მილიონი ნახევარი ყავს ეს. და შესაბამისად დავიწყეთ უბრალოდ ამ სტრატეგიის განხორციელება. ყველაზე კარგი იყო კრიზისი ჩვენთვის. იმიტომ რომ კრიზისის დროს ყველამ სამი ნაბიჯი გადადგა უკან. ხო, ჩვენ ორი ნაბიჯი წინ, უბრალოდ ერთი ნაბიჯი უკან, ორი ნაბიჯი წინ ესე ვაკეთებ. ერთი ნაბიჯი უკან, ორი ნაბიჯი წინ. შესაბამისად ერთის მხრივ გავაკეთეთ მთლიანი რესტრუქტურიზაცია იმ ბანკის, რომელსაც ვთქვათ, ძველი ბანკი იყო, ესე ვძახით ჩვენ. და ნოლიდან ავაშენეთ ახალი ბანკი თვითონ ორგანიზაციის შიგნით. შესაბამისად მივიღეთ ისეთი კონკურენციული უპირატესობები, რომლებიც ჩვენ კონკურენტებს არ აქვთ. 3 წლის განმავლობაში კრიზისი მიდიოდა, ყაზახստანში კრიზისი დაიწყო პირველი, ეგ იყო 2007 წელი და 2009-ში შეიძლება ითქვას, რომ დაიწყო სამოსულო. აი ზუსტად მაგ პერიოდის შემდეგ გავაორმაგეთ ბაზრის წილი ყველა მიმართულებით და ნუ შესაბამისად აი სტრატეგია იყო ყველაზე მთავარი ძალიან მარტივად ჩამოყალიბება სტრატეგიის. ანუ მიზანი იყო რიტეილში ყოფილიყო ნომერ 1 ბანკი. ბანკი რატომ საინტერესო და მე კონკურენტული უპირატესობა თქვენიაში მომავალი რომ უბრალოდ რიტეილის გამტარებული ეს ხوبار იყო ეს რაღაც άλλο სხვასაც უნდა რაღაც სხვა იქნება პირველ ნაწილი იყო ბანკი რატო?
როგორც საინტერესო ბანკი არისო. რომელიც გავხაჩეთდა. რატო იყო საინტერესო და მე რაში მოვიპოვე კონკურენტული უპირატესობა, რატო? Ну, საერთოდ იმას რო შეხედოთ, რა ქვია, private equity ინდუსტრიას ეს კინოები ნახეთ თქმა Pretty Woman-ი და უშუალოდ Wall Street-ი და ასე შემდეგ. Private equity ჩვენი ნაწილი არის უფრო დადებითი. ანუ ნიშნავს იმას, რომ ყიდულობ კომპანიებს იმისთვის, რომ ღირებულება გავზარდოთ და არა იმისთვის, რომ დავანაწილოთ და გავყიდოთ. შესაბამისად, ყოველთვის პასუხობთ პირველ სამ ძირითად კითხვას. პირველი კითხვა არის ქვეყანა უნდა იყოს საინტერესო, მეორე არის სექტორი უნდა იყოს საინტერესო და მესამე ამ სექტორში მოთამაშე უნდა იყოს ან ყველაზე დიდი, ან პოტენციალი უნდა გქონდეს, რომ გახდეს ყველაზე დიდი. როდესაც უყურებით ამ ბანკს, პოტენციალი ჰქონდა საკმაოდ ძლიერი, იმიტომ რომ რიტეილში იყო პრინციპში, სამელში არ შედიოდა, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ბანკი იყო. პირადების ქსელიც ჰქონდა საკმაოდ კარგი. მეორე ის იყო, რომ რთული სიტუაცია იყო თვითონ ბანკში. ანუ რთული სიტუაცია გულისხმობს ყოველთვის იმას, შენ თუ ინვესტორი ხარ, რთული სიტუაცია და შენ თუ შეგიძლია ამ სიტუაციაში გაერკვი, შესაბამისად შეგიძლია საკმაოდ კარგი ფასეულობა შენთვის მიიღო. ეს ნიშნავს იაფი ფასი, იგვის აქტივის დაუშვათ. ან მაგალითად უფრო რაღაც ძლიერი პოზიციების და პირობების მიღება. შესაბამისად ამ ბანკში იყო სინამდვილეში რთული სიტუაცია. ძალიან ახლო მეგობრობა ზუსტად იმ დროს დაიწყო ჩვენ ახლანდელ პარტნიორთან, რომელსაც ჩვენ დავეხმარეთ ამ პრობლემების გადაწყვეტაში. და შესაბამისად ინვესტიცია გავაკეთეთ ბანკში, იმიტომ რომ ბანკი იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგი ყაზახეთის პირობებში. ფინანსური სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ინვესტიციებისთვის. დღევანდელი კრიზისი ყველა შემთხვევაში არის დროებითი, იმიტომ რომ ვერ დამისახებთ ქვეყანას, სადაც არის ძლიერი ეკონომიკა და სუსტი საბანკო სექტორი. ყოველთვის არის ძლიერი საბანკო სექტორი, ძლიერი ეკონომიკა. შესაბამისად, თუ ფიქრობთ, რომ ეკონომიკაში კიდე ჩადოთ ინვესტიცია, ფინანსური სერვისები ყოველთვის არის ის ინვესტიცია, რომელიც ეკონომიკასთან ერთად იზრდება. რა თქმა უნდა, ეკონომიკასთან ერთად ვარდება, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, მაგრამ ეკონომიკასთან ერთადაც იზრდება, იმიტომ რომ ფაქტურად რას აკეთებს რიტეილი, შენ იღებ დეპოზიტებს, აძლევ ფულს მოსახლეობას. მოსახლეობა ხარჯავს ფულს ყიდვაზე, რაღაც საუბარებლო თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, თუ ეკონომიკა იზრდება, მოთხოვნა მოხარებლის მხრიდან იზრდება, შესაბამისად, უფრო მეტი ფული უნდა ჩერგან, შესაბამისად, შენ უფრო მეტ კრედიტებს გასცემ, მაგრამ მთავარი ბიზნესი ბანკის. შესაბამისად, ყაზახსტანი მოგვეწონა, ფინანსური სექტორი მოგვეწონა და თვითონ ბანკიც იყო კარგი პოტენციალის მქონე. ამიტომ გადავწყვეტეთ ზუსტად მაგ ბანკის ყიდვა. ყაზახსტანში იყო ჩვენი პირველი ინვესტიცია. ეგ იყო საკმაოდ დიდი რისკი, იმიტომ რომ როგორც წესი პირველი ინვესტიცია, სადაც შენ ოფისი არ აქვს, ხალხს არ იცნობ, გარემოს არ იცნობ, რთულია. და ეგ იყო ყველაზე მთავარი მიზეზი, რატო ვატარებდი ფაქტურას 2005 წლიდან დაწყებული ვატარებდი 50% ჩემ დროის ყაზახსტანში. იმიტომ რომ უნდა ინფრასტრუქტურა უნდა შემედგა რა, ხალხი გამოცნობთ, ხალხი უნდა გამოშვების გასაშვები იყო, დამინიჟნების დასანიშნი იყო და ასე შემდეგ. მეორე ნაწილი კითხვის? ანუ უპირატესობა იყო აღახედვა და თვითონ სხვა ბანკებს აჩვენებს და სინათურა ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენციული უპირატესობა მოდის იქიდან ეს თავი თქვი ჩვენ გვინდა ვიყოთ ყველაზე საუკეთესო ბანკი, ხო? შემდეგ თქვით რას ნიშნავს ყველაზე საუკეთესო ბანკი. შესაბამისად, ყველაზე საუკეთესო ბანკი ფიზიკური პირების მომსახურებაში. იქიდან დასკვნა მიზანი დავისვით ესეთი, უნდა ვიყოთ ყველაზე სწრაფი მომსახურებაში. შესაბამისად, თუ ყველაზე სწრაფი ვარ მომსახურებაში, მომხმარებლისთვის იქნება ყველაზე დიდი ფასეულობა. აქედან გამომდინარე, ყველა ინვესტიცია, რასაც ვაკეთებ, პირველი 12-15 თვე იყო ის, რომ ისეთნაირად აგვეწყო ჩვენი IT სისტემები, 15 წუთის განმავლობაში შეგვიძლია რისკის კონტროლით, შეგვიძლია გავცეთ კრედიტი. ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესია ჩვენთვის კრედიტი. შესაბამისად, მთელი პროცედურებს ვაწყობთ იმისთვის, რომ 15 წუთის განმავლობაში ადამიანი შემოდის ჩვენთან და ჩვენთან უნდა გავიდეს ფულით, აუტოჩი. ამას ვაწყობთ ყველაფერს. ეგ იყო ჩვენი ყველაზე დიდი პრიორიტეტი. შემდეგ და მე აქედან უკვე დავიწყეთ ბევრი რაღაც გაკეთება, მაგალითად თქვით რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის
არ მაქვს სახში ვიზიტებ წერდა ხოლმე. ძალიან საინტერესოა თქვენთან ერთად ამაზე ფიქრი. 360 გრადუსი რო თქვენ. 360 გრადუსი კლიენტის ირგვლივ. ანუ ჩვენ თქვი თავიდან რომ პირველი თეზისი იყო ესეთი. ჩვენ თუ არ ველაპარაკებთ ჩვენ კლიენტებს, ველაპარაკებენ ჩვენი კონკურენტები. შესაბამისად, ყოველთვის უნდა გავაკეთოთ ისეთნაირად დავაწყოთ ჩვენი ბიზნესი, რომ მუდმივად ველაპარაკოთ ჩვენ კლიენტებს. ეს გადაიზარდა იდეოლოგიაში 360 გრადუსი. ნიშნავს იმას, რომ ველაპარაკებით თავიდან კლიენტს პრინციპში არ ველაპარაკებთ, ხო? რომ დაიწყო ამ ბანკის პროექტი, ეს ნიშნავს იმას, ფაქტურად, მიდიოდა ადამიანი, ხედავდა ფილიალს და შევიდოდა ფილიალში, მოემსახურებოდა და წავიდოდა. პრინციპში ეს იყო ძირითადი ბიზნესი ბანკის. რომელიც საკმაოდ კარგი იყო, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო აგრესიულად მოვიშალოთ კლიენტებს. შესაბამისად, დავიწყეთ ყველა გაყიდვების კანალების კლიენტის ირგვლივ შეკრება. პერსპექტივა რო დაგიხატოთ, დღევანდელ დღეს კლიენტს ველაპარაკებით, აუტლეტები გვაქვს, შესაბამისად ჩვენი ისინი რა ფილიალები. სხვადასხვა ფილიალს, ერთ ფილიალს ვსვით ყოველი 3 დღე. ეხლა ამ წუთას. და ყაზახსტანის ზომა არის ევროპისგან. შესაბამისად, მე დავუშვათ ვსვით ფილიალს, ეს არის სადღაც, 3 საათი დროის განსხვავება მაქვს, მაგალითად, სხვა ქალაქთან. და იმ დროს, ესე იგი, შესაბამისად 10 საათზე საღამოს დავუშვათ, ალმატის დროით იხსნება სადღაც ფილიალი, ეგ ერთი. ზდის ტემპებით ვართ, მე მგონი ყველაზე დიდები SNG-ში. იმის რა ქვია. ფილიალების გახსნაში. მეორე, გავაკეთეთ, თქვით რომ აი ფილიალები საინტერესოა, მაგრამ ტელეფონია ძალიან მნიშვნელოვანი. ტელეფონი არის პირველ რიგში როგორც მობილური, ისე სახლის, იმიტომ რომ თუ ტელეფონში შეგიძლია ლაპარაკი, ძალიან იაფია და შეგიძლია ლაპარაკი ყოველთვის შენ კლიენტთან. შესაბამისად, დაიწყო ისეთნაირად, რომ ავიღეთ 2007 წელში თქვით რომ გვინდა ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრის შექმნა. შესაბამისად, გავაკეთეთ რისორჩი, ვიღაც ავიყვანეთ და დაიწყო კოლ-ცენტრი 4 ადამიანის ჩათვლით. 4 ადამიანი იყო ოპერატორი კოლ-ცენტრში. დავიწყეთ დათვლით, დავითვალეთ და ვთქვით, აი ყაზახსტანში მუშაობს ცხოვრობს 16 მილიონი ადამიანი. შესაბამისად, დაუშვათ ბანკებისთვის bankable არის სადღაც 5-6 მილიონი ადამიანი. დავითვალეთ, დაუშვათ თითო ადამიანს რომ დაურეკოთ, რამდენი წუთი დაგჭირდება თითო ადამიანს რომ დაველაპარაკოთ. შემდეგ თითო ადამიანს რომ დაველაპარაკოთ, ეგ გამოგვივიდა მაგალითად, არ ვიცი, დაუშვათ ეგ 300 კაცი დაუშვათ და მუშაობდეს და შეგვიძლია სადღაც 4 თვის განმავლობაში ყველას დაურეკოთ. თუ კარგად ავაწყოთ, ეგ საუბარი არის, წუთნახევარი უნდა იყოს ლაპარაკი. იმასთან კლიენტთან. და შესაბამისად დავიყვანეთ, თავიდან ეს ჩანდა ავიყვანეთ მხოლოდ ერთი ბრწყინვალე მენეჯერი, ხალი რომელიც მუშაობდა მობილურ ოპერატორთან, აიყვანა 4 კაცი და მეუთხარი რომ 2008 წელში ყველაზე დიდი კოლ-ცენტრი და ძლიერი უნდა გყავდეს ყაზახეთში. ეხლა ამ წუთას გყავს, მე მგონი ყველაზე დიდი ძლიერი კოლ-ცენტრი ერთ-ერთი SNG-ში. ესე იგი, თვეში ჩვენი კოლ-ცენტრი ამუშავებს სადღაც 1,5 მილიონი ზარს. ეხლა 1,5 მილიონი ზარი ყაზახსტანში ეს არის ორივე მობილური ოპერატორი ერთად გაერთიანებული. თქვენ საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობა ზარების უნდა გააკეთოს სანჯიოსელმა ამ აქტით. ყველგან ყოველთვის ცნობილია რომ მობილური ოპერატორები აკეთებენ ყველაზე დიდ ზარს. ესე იგი ერთადერთი ქვეყანა დარწმუნებული ვარ ერთ-ერთი SNG-ში, რომელსაც ბანკი აკეთებს უფრო მეტ ზარს, ვიდრე მობილური ოპერატორები ყველა გაერთიანებული. შესაბამისად, ყველაზე დიდი კოლ-ცენტრი გვაქვს. კოლ-ცენტრი საკმაოდ ძლიერია. 360 გრადუსი ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ უნდა გავყიდოთ ტელეფონით და ძალიან აგრესიულად. შესაბამისად, ვყიდით ტელეფონით 50% ჩვენი გაყიდვების არის ტელეფონი. შემდეგ ავიღეთ და გავაკეთეთ პოშტა. ხო, შესაბამისად, ყველგან მაინც არის ინტერნეტის განვითარება სამწუხაროდ ყაზახსტანში არის შედარებით დაბალი. ამიტომ თავიდან თქვით, რატომ არ შეგვიძლია საფოსტო კომუნიკაცია ავაწყოთ ჩვენ კლიენტებთან. პრინციპში საინტერესო ისეთი ნარკვეთი დავითვალეთ, რამდენი უნდა გავუგზავნოთ, რომ ყველა ადამიანს ჩვენ იმას რა ქვია, კლიენტს გავუგზავნოთ წერილი, გავუგზავნოთ წინადადება და შემდეგ. დღეს ყველაზე დიდი კლიენტი ვართ ყაზახეთის პოსტის. შესაბამისად უგზავნით ასე ვთქვათ, აბსოლუტურად ნორმალური, ნორმალური რას ნიშნავს და მაგალითად 8 მარტს არ გვინდა ყველა მამაკაც გავუგზავნოთ წინადადება, რომ აი ფანტასტიკური წინადადება არის თქვენთვის, რომ თქვენ
თქვენ სიყვარულს უყიდოთ რაღაც და ჩვენ დაგეხმარებით და ყველა ახალგაზრდა ქალბატონს გავუგზავნოთ წინადადება, რომ აი ეს 8 თვის ფანტასტიკური წინადადება არის დაუშვათ რაღაც მაღაზიაში რაღაც შეიძლება. და ესეთი არანორმალური გზავნილების გარეშე ჩვენ სადღაც 800,000-დან 1 მილიონამდე წელს ვაგზავნით თვეში ჩვენ კლიენტებისათვის. შემდეგ შესაბამისად გავაკეთეთ ისა რა ქვია ფილიალების გახსნა დავიწყეთ სწრაფად, ფილიალების წალკე შეიძლება ლაპარაკი, კოლ-ცენტრი გავაკეთეთ, კოლ-ცენტრს უფრო უძახით ტელემარკეტინგს, შემდეგ პოსტა და ეხლა დავიწყეთ ინტერნეტის გახსნა, ინტერნეტ ბანკს აღუძახით, უძახით ინტერნეტ მაღაზიას. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც გაიხსნება, მე არ ვიცი, რაღაც პრეზენტაციები იქნება ჩვენთან საიტზე. არცეთ ინტერნეტ ბანკს არ გავს. SNG-ში ეს იქნება როგორც არ ვიცი რა, Amazon-ი ჩვენ უფრო ასოციაციას ვუკეთებთ Amazon-ი, Google-ი, Facebook-ი, ვიდრე ეს რა ქვია, Citibank-ის City Online და ასე შემდეგ. ნუ ძალიან მაგარი რაღაც იქნება. Yandex-ის გამოცდილებას ვიყენებ. და ალბათ სადღაც იანვარში გავუშვებთ უკვე ინტერნეტს. და შესაბამისად შევკრავთ 360 გრადუსს კლიენტების ირგვლივ. ეს ნიშნავს იმას, რომ კლიენტს ველაპარაკებით ყველა კანალის გამოყენებით. და მომავალს ვხედავთ იმაში, რომ ბანკი არ იყოს, ну, როგორც ჩვეულებრივი ბანკი არა. იმიტომ რომ ზემოდელ ტექნოლოგიურ სამყაროში, ეს ვერავის ვერ გააკვირებ, იმიტომ რომ ფულს კარგად აძლევდა, ფულს სწორედ აძლევდა, ზუსტ დროს ფულს აძლევდა, ასე შემდეგ. რაც შეეხება კონკურენციულ უპირატესობებს, რატო დავიწყე? ყველაფერი ერთად რო კარგად მუშაობს, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა. ანუ პრინციპში ცალ-ცალკე რო აიღოს ნებისმიერ ადამიანმა, განიცდიან ხოლმე რა ჩემები ეს სულ ლაპარაკობთ ხოლმე და ეხლა იცი აი რაღაც აიღებენ ჩვენ ტექნოლოგიას და გაუშვებენ. და ეს ჩვენი კონკურენტები ან მაგალითად აიღებენ რაღაც განყოფილებას და დაიქირავებენ ჩვენი ბანკიდან. არავინ არ არის დაზღვეული კონკურენტებიდან ეგეთი კმედები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ყველაფერი ერთდროულად სინერგიულად ერთი მიზნის მისაღწევად მუშაობს. აი თუ მიღწეული არის ესეთი კოორდინირებული მუშაობა, მაშინ ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენციული უპირატესობა. ნუ რა თქმა უნდა, ტოპ მენეჯმენტი. ნუ ეგ ნიშნავს იმას, რომ დაუშვათ ახლა ტოპ მენეჯმენტი ამ ბანკის რო წავიდეს, იგივე ბანკს გააკეთებს. ნუ ეგ ფაქტია. უბრალოდ არ წამარსებთ. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ბატონო? ეგ ძალიან მაგარი საკითხია. მოკლედ ყველაზე თავიდან საერთოდ ხარჯების კონტროლის მანიაკი ვარ. ნუ ეგ ყველა მიცის, ეგ არ ნიშნავს, რომ ფულის ხარჯვა არ მიყვარს ან ინვესტიციის გაკეთება, ან უბრალოდ ინვესტიციის გაკეთება მიყვარს და ფულის ხარჯვა არ მიყვარს. შესაბამისად დავიწყეთ მოტივაციის სისტემების საერთოდ არასრულობდა 2006 წლიდან 2008 წლამდე სადღაც. ანუ ეგ ნიშნავს, როგორც კი მოვედი ყველა ბონუსები გავაუქმე, ხელფასების და გავაუქმე. შემდეგ მივედით, ფილიალის ბანკის სტრუქტურა რო წარმოიდგინოთ, იმ დროს იყო სადღაც 26 დიდი ქალაქია ყაზახსტანში და ყველგან იყო თავისი ფილიალი. შესაბამისად თითო ფილიალში იყო თავისი ისა რა ქვია ბანკის პრეზიდენტი რა, chairman of management board. შესაბამისად ყველა იმაში ქალაქში იყო თავისი მეფე. აქედან გამომდინარე პირველი ჩვენი ამოცანა იყო ცენტრალიზაცია ამ ბანკის. უამრავი ხერხები არსებობს, საკმაოდ დიდი ბევრი წიგნებია დაწერილი, როგორ შეიძლება ხარჯების ოპტიმიზაცია. მე ჩვენ გადავწყვეტით უფრო მარტივად. ავიღეთ ციფრები თითო ფილიალის და თქვი რომ დაუძახე ამ ფილიალის დირექტორს, მაშინ მენეჯმენტი არ იყო, არ იყო. ფაქტობრივად მარტო მე ვიყავი და მე გვემდებარებოდა სადღაც 50 კაცი ალბათ პირდაპირ დაქვემდებარება. ანუ მთელი ტოპ მენეჯმენტი წავიდა ბანკიდან. და დავაფიქსირეთ ხარჯები. უბრალოდ უთხარი რომ შესაბამისად ეხლა შენ გაქვს მაგალითად $100 ხარჯი თვეში. მე მინდა რომ ყოველ თვე შენ დააგო $5 არ ხარჯს. მე არ ვიცი შენ ამას როგორ გააკეთებ. ანალიზის გაკეთების დრო მე არ მაქვს და არავის არ უნდა სასწრაფოდ უნდა მიგვეღო
კარგი შედეგი და კონტროლის ქვეშ აგო სიტუაცია, აქედან გამომდინარე დავაფიქსირე საოპერაციო ხარჯები ყველგან. ეს მე და მამაკა რო ხატავდით ხოლმე დაბაზე იყო ეს, რომ მოდი ღობე ავაშორებთ კი რა, ეს პრობლემის ლოკალიზაციას უკეთებთ. საზღვრებს გავსაზღვრავთ, ამ საზღვრებში ჩავსვათ ხალხს და მე ყველაფერი რაც არის კარგი, საინტერესო, სტრატეგიული, ინოვაციური, მნიშვნელოვანი, ვიწყებთ განვითარებას. ანუ ლოკალიზაცია უნდა გავუკეთოთ ძველს. პროექტის ძველის შესვლა ყოველთვის ყველაზე რთულია. ყოველთვის უფრო კარგია თუ შედიხარ ორგანიზაციაში იმის მაგალითად რომ შეცვალო. რა ვიცი, მე ჩემი გამოსtildeება ეგეთი არის, ბალნიკოლა შეიძლება თქვენი აზრი მაინტერესებს, მაგრამ ჯერტი თვითონ უნდა წავედეს და მეორე ჩემი გამოსtildeებით არის ეგეთი, ჯერ შეხვიდე დაანგრიო. მაგრამ დაანგრიო ისეთნაირად რომ ორგანიზაცია არ მოხდეს. და მე რომ იმ დაანგრეულის და ქაოტურის დაიწყო აწმობა. აი ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი გამოსtildeება. შესაბამისად мотиваციის სისტემები არ არსებობდა. ყველა იძახოდა და ხალხი მიდის, ხალხი მოდის, ხალხი, ну ძალიან ბევრი ის იყო, რა ქვია, განცდება. მაგრამ სტრატეგია რომ ამუშავდა, მენეჯმენტი ჩამოყალიბდა და დაიწყეთ რა თქმა უნდა мотиваციის სისტემაზე ფიქრი. ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი мотиваციის სისტემაში არა ის რომ ხალხმა მიიღოს ფული, არამედ ის რომ სწორმა ხალხმა მიიღოს სწორი ფული. ეს ბევრად უფრო რთულია. და გავაკეთეთ 2000 ფაქტურად, ну, შარშან დავიწყეთ ამ სისტემის დანერგვა, საკმაოდ რთული არის. განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში სისტემა გულისხმობს ეგეთ რაღაცას. შენ გაფასებენ პერიოდულად, როგორც ესე ყოველთვიურად. ამ შეფასების შედეგად შენ ვარდები კატეგორიაში A, B, ABC, A არის ყველაზე საუკეთესო 20, C არის ყველაზე ცუდი 10 და შემდეგ შენ თუ მოხდი ყველაზე ცუდ 10-ში შენ გავდებენ და ბონუს არიღებ შენ თუ მოხდი ყველაზე საუკეთესოში იღებ ბონუს და უფრო მეც გიხდიან იმიტომ რომ საუკეთესო ხარ და შუაში ვინც არის იმას აძლევენ საშუალებას რომ ავიდეს 10-ში. მაგას ქვია, ну, ინგლისურად ქვია forced ranking. ჩვენთან დავარქვით 5-ს, ну, რუსულად არის ხარ, რუსულად გაშიფრები. ხოდა შესაბამისად ეს სისტემა ავაწყოთ. ახლა ეს სისტემა მუშაობს უკვე 12 თვე არის, 70% პერსონალის და ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, ადმინისტრირებისთვის. იმიტომ რომ არ შეიძლება რომ დაუშვარ ადამიანი თუ ვარდება ცუდ კატეგორიაში ყოველთვის უნდა დაუშვარ. ერთხელმა ეს თუ გააკეთე დაუშვარ გამონაკლისი და არ გაუშვარ. ეს სისტემა ფაქტურად აღარ მუშაობს. ამიტომ ძალიან რთულია. ბევრი ადამიანია ვინაფასებს. შეფასება ყველაზე მნიშვნელოვანია ამ შეფასებაში იყოს ობიექტური. ანუ ვინაფასებს არასწორი კითხვა. როგორ აფასებ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა არსებობს ობიექტური შეფასება. ყოველთვის უნდა იცოდეთ რომ თუ ადამიანი მუშაობს დღის განმავლობაში, ну ახლა ჩვენ ხუროთ ხოლმე ბანკში 25 საათი მუშაობთ, მაგრამ როგორც ეს 8 საათი არის სამუშაო საშუალო. შესაბამისად 8 საათის ადამიანი რაღაცას აკეთებს. და ყოველთვის არის შესაძლებლობა ამ ადამიანის ქმედებების შეფასებას. შეგიძლია შეფასება როგორც წესი ციფრებში თუ არა, იმ შედეგის მიხედვით რა შედეგსაც ეს ადამიანი გამოიმუშავებს. ამიტომ ჩვენთან შეფასება პირველი ეტაპი ჩვენ გავუშვით ისეთნაირად რომ ამ რეიტინგში მოხვდა მხოლოდ ის ხალხი რომელიც აქ დახატვა არ შეიძლება, ხო? მოკლედ პირველ ეტაპზე გავუშვით ისეთნაირად რომ ვაფასებთ ხოლმე იმ ხალხს ვისი შეფასება შეიძლება ციფრებით. ანუ არანაირი სუბიექტური შეფასება არ არსებობს. მოითმინეთ გასულ. ესე იგი რა ვიცი, მედია გამოჩნდება. ინგლისურად დავწერე, გაგეთ? ესე ქართულად შემიძლია. ესე იგი
აქ ვერ დაინახავთ ალბათ, ხო? ეს არის ეფექტურობა, ეს არის პოტენციალი. შესაბამისად, პირველ ეტაპზე გადავწყვეტეთ ეგეთი რაღაც გაკეთება. სპეციალურად ვხატავ, აქ უფრო დაკლები იყოს ვიდრე აქ. ეს არის C, ეს არის B, ეს C, B, A. A ნიშნავს საუკეთესო 20%, C ნიშნავს ყველაზე უარესი 10%. ვინმე თქვის რატომ არის 20% აქ და 10% აქ? კიდე? მე ძალიან მარტივი პასუხი აქვს. არა, აბანასთან არა. ბატონო? ნუ პრინციპში უამრავი სისტემა არსებობს, ხო? 20, 25, короче, ჩვენ გადავწყვეტეთ ესეთნაირად, რომ ძალიან მარტივი არგუმენტი იყო პრინციპში, ეს ამ სისტემას ახასიათებს, რომ საუკეთესო, კარგი არის თუ საუკეთესო არის ორჯერ მეტი ვიდრე უარესი, ყველაზე უარესი. შესაბამისად აქ 20% აქ 10. ну წმინდა ესე რა, ხო, ორგანიზაცია და შენ გინდა რომ იყოს საუკეთესო იყოს მეტი ვიდრე დაგეტერატა, ხო? შესაბამისად გავაკეთეთ ეს გავუშვით, ეს არის პირველი ნაწილი ჩვენ. აქ გადავწყვეტეთ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ხალხის გამოყოფა. ეს სისტემა იმუშავებს სადღაც შემდეგი წლის შუა რიცხვებამდე. ну ივნისამდე. შემდეგ გავაკეთებ მეორე ნაწილს, ამას ქვია პოტენციალი. ეხლა პოტენციალში გამოიყოფა ისევ არ გამოვიდა ხო ამაში. ისეთნაირად გამოიყოფა აქ C, A, B. ну ესე შესაბამისად აქ 20%. და პირველი ეტაპის განმავლობაში ჩვენ გავაკეთეთ მხოლოდ რეიტინგს ობიექტური მაჩვენებლების მიხედვით, მაგალითად მე ვიცი ზუსტად თქვენ რამდენი კრედიტი გააკეთეთ დღეს. დავუშვათ მე ვიცი ზუსტად რამდენი ზარი გააკეთეთ. მე ვიცი ზუსტად რამდენ კლიენტს მოემსახურებთ. მე ვიცი ზუსტად თუ დავუშვათ ეს პრობლემური სესხებია, რამდენი ფული მოიტანეთ. ანუ ციფრები. მე არაფერს არ ვითვლი, სისტემა ყველაფერს ითვლის. Ничего личного, только бизнес. შესაბამისად, აი ეს არის ეს ნაწილი, რაც ეხება რეიტინგს ობიექტური მაჩვენებლების მიხედვით. რატომ გვინდა პოტენციალის შეფასება? პოტენციალის შეფასება გვინდა, იმიტომ რომ თუ შენ ყველაზე კარგად მუშაობ და შედეგს აჩვენებ, არ ნიშნავს იმას, რომ შენ ყველაზე მაგარი ხარ როგორც მენეჯერი, ყველაზე მაგარი ხარ როგორც ლოიალური მენეჯერი და ყველაზე მაგარი ხარ როგორც ადამიანი, ვისაც შეუძლია უფრო მეტი ღირებულების შექმნა იმისთვის, რომ ამ კვადრატში მოვიდე. ან ჩვენ გვინდა ამ კვადრატის იდენტიფიცირება ეს A, ეს A. ანუ ჩვენ გვინდა პოტენციალი შევაფასოთ და მაჩვენებლებიც. თავიდან დავიწყეთ იმის გამო, რომ სისტემა არის ძალიან როგორ ვთქვა. არის ემოციებს არ იღებს, მაშინ რა ქვია. არის თვალისწინებს. ემოციებს ყველა მაჩვენებელი არის ობიექტური. ამიტომ თავიდან გადავწყვეტეთ ხოლმე ციფრებზე დაგვდობა. შემდეგ წელს უკვე დავიწყებთ შემდეგ წელს დავიწყებთ უკვე უფრო პოტენციალის შეფასებას დაგჭირდება მენეჯერები და მენეჯერების წამოწევისთვის აუცილებლად გვჭირდება იმისთვის, რომ პოტენციალი შევაფასოთ. პოტენციის შეფასება ეგ თავიდან არ გვინდოდა, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა მოხდა. იცით, უბრალოდ ორგანიზაცია, როდესაც არის, რომელსაც შეფასებაში არ გაუვლია, ძალიან რთული არის და ამ შეფასების სისტემის შედეგად არ მოვიდა ხელმძღვანელობაში ან მენეჯმენტში ის ხალხი, რომელმაც უკვე ეს სისტემა გაიარა. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ციკლი უნდა დავატრიალოთ. ეს 10% სამდეში ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში გვინდა გაშვება. 10%-ის. მაგრამ პირველ ეტაპზე უშვებთ ბევრად უფრო მეტ ხალხს. და ეს ციკლი უნდა გაიაროს, იმიტომ რომ ეს ხალხი, რომელიც მოხდება A-ში, შემდეგ აი ეს ხალხი უნდა გახდეს შემდეგი დონე მენეჯერის. როდესაც ადამიანი იქნება, რომელიც ამ სისტემა გაიარა, ზურა პრივეტ. როდესაც იქნება ხალხი, რომელმაც ეს სისტემა გაიარა, შემდეგ ეს ხალხი შეძლებს უფრო ობიექტურას შეფასებას ამ სისტემის მიხედვით იმ ხალხის, რომელიც არის ამათ ქვემოთ. ანუ პოტენციალს აფასებენ არაობიექტურად. რომელი?
აზემოთ სუპერა? სადაც უნდა ავიდეთ. არა, ეს მთელი სისტემა ხომ მუშაობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ამის როგორ გითხრათ, აი გადაადგილებას რაც ეხება ეს ხალხი ეს რეიტინგი კეთდება თანამდებობის ჭრილში და ხალხი რომელსაც აქვს ერთნაირი ფუნქციონალი, ხო? შესაბამისად ეს ამ თანამდებობის ხალხი 10% ხო გაუშვებს. ის ხალხი რომელიც ამის ქვეშ არის 100 ავწიე ზემოთ და ავწიე ზემოთ. ეხლა რა თქმა უნდა პანაცეა არ არის, იმიტომ რომ მაშინ მე ჩემი თავი უნდა გაუშვა და როცა ჩემ თავზე უნდა ჩემამდე ვერ მოვა ჯერჯერობით. ისეა გათვლილი ეგ სისტემა. მაგრამ ყველაზე ამას ვადარებ, ეს სისტემა არის ხალხში ცნობილი, შეგიძლია ძალიან ბევრი кейსია დაწერილი, არის ეგეთი G, General Electric, ხო? кейსები არ ვიცი გავთ თქვენ. მაგრამ G კი ყველა მიცის, უბრალოდ кейსები თუ გაქვთ მეთქი. ხო. აი კაც first ranking-ი გააკეთა G. ყველაზე ახალი იდეა არაფერი არ არის პრინციპში აქ. ნუ ფაქტურად ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპში ბევრი იდეა არის ახალი. თავარი არის როგორ განახორციელებ ამ იდეას და შესაბამისად ბევრი ორგანიზაცია ვერ ახორციელებს, იმიტომ რომ ბოლომდე ვერ უძლებენ მორალურ, სოციალურ ზეწოლას, რომელიც ამ სისტემის მუშაობის შედეგად იქნება. ნუ მაგალითის სახით დავუშვათ 3 თვის წინ რაღაც დამიწერეს პრესაში და იმაში წერილი, რომ დავუშვათ ეს буржуи какой по-грузински буржуи. Буржуа, ხო ეს буржуа, ეს მოტებიო მოკლედ რომელიც მოვიდნენ მაგშიო. ვამუშავებენ ვირებივითო, ყრიანო. შეფასებას გვიკეთებონ და გვიშურეთ როგორც შეიძლება გააგზავნეს წერილები პრესაში, პროკურატურაში. ნუ ვამრავ რა, იგი ჩემამდე კიდე ერთი 10 იყო ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი. ნუ ხო დაწერეს. შესაბამისად ჩვენი ყველაზე მთავარი ამოცანა ის არის რომ სტაბილურად განახორციელო ეს ცვლილება და ამ სისტემის მუშაობა. თუ გაუძლია ამ პრესს, იმიტომ რომ ეს ყოველთვის ძალიან რთული მომენტია, რა ვიღაც წავიდა, წამოვიდა. ადამიანის გახდება არის ყველაზე რთული. იმენო თქვენ გახდებით მენეჯერები და გეკნებათ ყოველთვის მაგის შესაძლებლობა. ყველაზე რთული არის ადამიანის გაშვება. და რაც უფრო დიდხანს მუშაობ ადამიანთან, მით უფრო რთული არის ამ ადამიანის გაშვება. და ყველაზე დიდი შეცდომა ისე დაშვება შეიძლება დროზე არ გაუშვა ეს ადამიანი თუ არის გასაშვები. მორჩა და ეს სისტემა ზუსტად გვეხმარება ამისთვის რომ ობიექტური მიზეზების გამოყენებით ჩვენ შეგვეძლოს ყველაზე ძლიერების შენარჩუნება, ყველაზე ცუდების გაშვება. ამ შეფასებით ყველა საფასებს თუ თანამშრომლების დავიწყეთ თანამშრომლობით. ქვედა დონიდან. იმიტომ რომ ამ შეფასებით მინდა მივიღო ზუსტად ზედა დონის მენეჯმენტი. რომ წავწიო ის ხალხი ვინც არის 10 ქვედა დონიდან. შესაბამისად 5,000 კაცი მუშაობს ჩვენთან, 5,000-დან 70% ხალხის უკვე ფასდება ამ სისტემის მიხედვით. მაგრამ ძირითადად ეს არის როგორ ვთქვათ, შუა დონის მენეჯმენტამდე გაშვებული სისტემა. მაგრამ შემდეგ წელს ყველა გავა. ახლა დაწყებულია ნახოთ. ორი კითხვა. დიახ. ესე იგი პირველ მაინტერესებდა აი რო ახსენეთ რომ ამ ჯერ იზრდებით ხო ამ ბევრ ფილიალებში და ბიუროკრატიულ პრობლემებს ხო არ აწყდებით რამეს ამასთან ანუ გაზდასთან ერთად ბიუროკრატია ხო არ იზრდება ორგანიზაციაში და ამ პრობლემები ხო გექნებათ ეს პირველი ამ კითხვაზე ნუ საერთოდ ჩვენ უფრო დიდი ამოცანა გვაქვს ეს არის ფორმალიზაცია. ანუ ჩვენ როგორ ვთქვათ, პირიქით არა ნაკლებად ფორმალიზებულები ვართ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი გადაწყვეტილება ვიღებთ ერთად, რაღაც შევხვდებით, მივიღეთ გადაწყვეტილებას, დავიშლებით. არა გვაქვს ბევრი ბიზნეს პროცესი, არა გვაქვს გაწერილი ხანდესხან ვეუბნებით ერთმანეთს, რომ ტრადიციების მიხედვით მართავთ ჩვენ ორგანიზაციას. ანუ არ არის ქაღალდზე დადებული, რომ მოვიდეს ვინმე თვალს, აი მაგალითად დამიდევით ქაღალდზე როგორ ფუნქციონირებს თქვენი ორგანიზაცია. ნუ ეგეთ რაღაცას ვერ გავაკეთებთ. ამიტომ ზდას რაც შეეხება პირიქით. ჩვენ გვაქვს ახლა ამოცანა იმისთვის, რომ გავაკეთოთ უფრო მეტი ფორმალიზაცია. ბიუროკრატია, ჯანსაღი ბიუროკრატია ყოველთვის არის საჭირო. ბიუროკრატია გულისხმობს იმას, რომ უნდა იყოს ზუსტად გაწერილი ბიზნეს პროცესი, რომელიც ნიშნავს ვინ არის პასუხისმგებელი, რა პერიოდში უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა შეფასდეს, რა შედეგი ექნება და როგორ უნდა გაკეთდეს მოტივაცია დაასჯა ამ პირიქით მოტივაცია ამ
ამ თუ იმ შედეგის მიღწევისას. ეს ნაწილი პირიქით ჩვენი პრიორიტეტია ახლა შემდეგ წელს. ანუ ზუსტად ჩვენი განვითარება არის ხო ბარდაკი არ არის კიდე თქო უნდა ხო. ისე გამომივიდა რომ ჩვენ აფერი არ გვაქვს ვიკრიპები სიგარეტებს ვეცებ. მაგრამ სტანდარტიზაციას ვაკეთებ და ერთადერთი შემიძლია თქვა ეს ვამარტივებ ყველაფერს. მაგალითად მე ვთქვი რომ ფილიალს ვხსნით ხო? სინამდვილეში პირველი ფილიალი გავხსენით ახალი ფორმატის 2008 წელს. ბანკს ადრე ერქვა ბანკ კასპიისკი. ეხლა ქვია კასპი ბანკ. შეცვალეთ როგორც დიზაინი, ისე ლოგო და რებრენდინგთან ერთად გავუშვით ერთი ფილიალი. ფილიალი დაგვიждდა ჩვენ სადღაც $500,000. მეორე ფილიალი გავხსენით 2009 წლის მეორე ნახევარში. ანუ პირველიდან გახსნიდან 6-8 თვე მე რა ვიცი, просто ვათენებდით არა, მაგრამ კარები როგორი უნდა იყოს, შუშა როგორი უნდა იყოს, იატაკი როგორი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაიწყო მის შემდეგ, როდესაც მე მეძახიან ხანდისგან მისტერ გვარაზე. მივედი მაშინ რა ქვია. აძილებენ რამდენი დაждდა მეთქი და 350 მეთქი. შემდეგ როში მოვა მეთქი 150 დაედროს მეთქი. დახარჯეს 6 თვე იმისთვის, რომ $150,000 აძილენი გაგვესტა. ეგ ყოფილ საბჭოთა კავშირში ძალიან ცოტა ბანკია, რომელიც აკეთებს ნორმალური აძილენის გახსნას $150,000. შესაბამისად, სტანდარტი, როდესაც გვაქვს, იმ სტანდარტში არის უკვე ყველაფერი აღწერილი. შეფასებაც, ესე რა ქვია, გახსნა სად უნდა იყოს ადგილმდებარეობა, როგორ უნდა ერჩიოს ადგილმდებარეობა, ბიუჯეტი, დრო, შეთანხმებები და შემდეგ ადამიანი ხსნის აი ამ სტანდარტის მიხედვით ამ აძილენებს და ბევრ გადაწყვეტილებას ვიღებთ ესე. დაგყავს თვითონ პროდუქტი ან შედეგი სტანდარტამდე და შემდეგ ამ სტანდარტის განვითარებას ან განმეორებას ვაკეთებთ დროში. და ჩვენი ყველაზე მთავარი ამოცანა სტანდარტში არ შევიშალოთ. არ შეცდომა არ დაუშვათ სტანდარტის შემუშავებაში. იმიტომ რომ თუ შეცდომა დაუშვათ სტანდარტის შემუშავებაში, ეს ნიშნავს რომ გავუშვით მანქანა დაიწყო აძილენების ამ ფილიალების გახსნა ყოველ მესამე დღე და შემდეგ 3 თვეში მივიღებთ 100 აძილენიას, რომელიც არასწორად არის გახსნილი. და ამიტომ ძალიან ბევრ დროს ვხარჯავთ იმაზე, რომ გაშვებამდე, სანამ გილაკს დავაჭერთ, მივიყვანოთ სტანდარტამდე ყველაფერი. მეორე კითხვა იყო, დავისახეთ პრიორიტეტია რითეილს, რადგანაც გადავით ყველაზე სწრაფად გავგეცა კრედიტიო და ეს თვითონ ყაზახეთის ტერიტორიაზე რადგან ქალაქები დაშორებული ერთმანეთისგან დიდი ქალაქები აქედან გამომდინარე იყო თუ საბანკო სექტორში არ თვითონ ესეთი რომ თუ ყველაზე სწრაფად გასცემა, ყველაზე სწრაფად მოსახურებას მაშინ ხარ რითეილში. ეგ საერთოდ ამ იდეოლოგიაში არის ჩადებული მაკდონალდსის იდეოლოგია, ხო, პრინციპში მაკდონალდსი ჩვენ ვთქვით რომ ჩვენ უფრო მაკდონალდსი უფრო დაუშვათ მაღაზია ვიდრე რაღაც ბანკი, სადაც ადამიანი უნდა შემოვიდეს, ბევრი დრო გაატაროს იქ რაღაც ყავით მოემსახურონ და ასე შემდეგ. ჩვენ ვთქვით რომ ჩვენ ვართ სისტრაფეში. უნდა ვიყოთ რაღაც მაჩვენებლით ყველაზე ძლიერები. და ამიტომ ავირჩიეთ სისტრაფეს. სინამდვილეში სისტრაფეს რო შეხედოთ სისტრაფე და კრედიტის საპროცენტო განმეკვეთე არის პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებული არ რას ნიშნავს. რაც უფრო სწრაფად გასცემთ კრედიტს, მით უფრო მეტის ფასულობა თუქმის მოხმარებას და მოხმარებელი უფრო მეტს გადაგიხდით. ძალიან მარტივი მაგალითი. ევროპლანი არის ეგეთი რუსეთში ყველაზე დიდი მანქანების ლიზინგის კომპანია. ეგ იყო ჩემი ინვესტიცია 2003 წელს ბერენგოსტოკის, ახლა ვარ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. მაგ კომპანიაში თავიდან რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, თქვით ესნაირად, ვიყიდეთ კომპანია, სადღაც 15 მილიონი იყო აქტივები. ახლა სადღაც უკვე 700-700 მილიონი აქვს თვარსტები, მაგრამ ყველაზე წარმატებული ლიზინგური კომპანია ყოფილ საბჭოთა კავშირში. სიჩქარე გადავწყვეტეთ, მეგონი ყველა გაიგინა, ხო? ყველა იგინა, მე პრინციპში ვერ მოვიდა. და სისტრაფის ცნება საერთოდ ზოგადად ეგ არსებობდა ყოველთვის. სწრაფად ემსახურები კლიენტს ნიშნავს იმას, რომ კლიენტი უფრო კმაყოფილია. ფინანსურ სექტორში ეს მაჩვენებელი მუშაობს. მაგრამ ევროპლანში მივიღეთ ფაქტობრივი დამტკიცება. მანქანების ლიზინგი. ეხლა წარმოიდგინეთ, ყველა გამიგებს
დიდი პლუსი მიიღეს მის შემდეგ, როდესაც ჩვენ დავსვეთ ამოცანა ვიყოთ ყველაზე სწრაფები ადამიანის მომენტიდან, როდესაც ადამიანი გააკეთებს განცხადებას, მე მინდა მივიღო მანქანა. და მომენტამდე, როდესაც ადამიანი მიიღებს მანქანას. ეს მანქანის ყიდვა იმდენად ემოციური გადაწყვეტილება, როდესაც მე გადავწყვეტე, რომ ეს მანქანა მინდა, მე იმდენად მინდა ამ მანქანაში ჩაჯდომა, რომ მე თქვიან, რომ 24 საათში მე შენ მანქანას უზრუნველყოფას გაეკეთებ. $300, $500 კომისიები, application fees, რაღაცები ეს ხალხისთვის იმდენად არამნიშვნელოვანია დროში ადარო იმ ფასეულობას, რომ მინდა 24 საათის განმავლობაში აი ტყავის კამში ჩავსვდო და გავიდე ამ დილერშიპიდან და ჩვენ მთელი პროცესი ავაწყოთ ამ ლიზინგ კომპანიის უბრალოდ ესნაირად, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ ყველაზე სწრაფები ადამიანმა, ყველაზე სწრაფად მიიღოს მანქანა იმ მომენტიდან, როდესაც დაიწყო ამ მანქანაზე ფიქრი არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დააფიქსირა თავისი ფიქრი, იმიტომ რომ მე მოვიდა ამ მანქანის საკითხად. და ამიტომ ყველაზე სწრაფად იზრდება ეს კომპანია და ყველაზე მომგებიანი. იმის გამო რომ ეს კონკურენციული ოპერაცია ყველაზე სწრაფად. ეს გადავიტანეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ კაზახსტანში. კაზახსტანში ზუსტად იგივეა. თქვენ რატომ უნდა დახარჯოთ ბევრი დრო იმისთვის, რომ ჩვენ კრედიტი მოგცეთ. ჩვენ ვერ დავინახეთ ვერანაირ დასაბუთება იმისთვის, რომ რატომ უნდა დახარჯოს ჩვენმა კლიენტმა კრედიტის მიღებაზე დრო. ამიტომ ჩვენ თქვით, რომ გვინდა 15 წუთის განმავლობაში ადამიანმა უნდა მიიღოს კლიენტი. სინამდვილეში დღეს უკვე საშუალო დრო მომსახურების ჩვენი კლიენტის არის სადღაც 10 წუთზე ნაკლები. პლუს კიდევ განვაკეთეთ ზეთ რაღაცები, სადაც ტელეფონით შეგვიძლია დავარეკოთ. უბრალოდ საქართველოში დარწმუნებული ვარ, ბევრი რაღაც კეთდება იმის გამო, რომ ტექნოლოგიურად უფრო ისე და კაზახსტანში სამწუხაროდ კომუნიკაციები არის ძლიერი საქართველოში და დიდი ქვეყანაა ძალიან. მაგალითად ტელეფონით შეგვიძლია მოკიდოთ, ტელეფონით შეგვიძლია ფული მოგცეთ, დაგიმტკიცოთ, საკრედიტო აპარატი დაგიმტკიცოთ, ფული გადაგირიცხოთ. ამიტომ ეს ყველაფერი გამოდიოდა ზუსტად იდეოლოგიიდან, რომ გვინდა ყველაზე სწრაფად მომსახუროთ ჩვენ კლიენტებს. შეკითხვა გამიშთა იმაზე, თქვენსა და თქვენს კონკურენტებს შორის ურთიერთობაზე, ანუ მაინტერესებდა ხომ არ ყოფილა რამე ისეთი შემთხვევა, რაც მაგალითად რამე ალტერნატიული გეგმა მოიფიქრეს კონკურენტებმა, ანუ კონკურენტული ოპერაციის მოსაგებად რამე ისეთი კურიოზული შემთხვევა თუ ყოფილა თქვენს კარიერაზე. ან მაგალითად კონკურენტულმა ბანკმა რაღაც განსაკუთრებული აქცია მოიფიქრა სავარაუდოდ და ასე შემდეგ. არა, ეხლა TBC და საქართველოს ბანკი მილიონზე რო აკეთებდნენ ეგეთი რაღაც არ ქონია, ხო, მე მგონი აქ იყო ის $1,000,000, €1,000,000 და რა ვიცი, ეხლა კონკურენტებს რაც შეეხება ჩვენ ნაციონალურ ყველაფერს რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რაღაცის გამოყენებას ცდილობენ, იმის გამო რომ ყველა ხედავს ჩვენ კონკურენტად. აი დაუშვათ ძალიან ახლო მაგაც მეგობარი მყავს, კახა კიტნაველიძე, ახლა არის ლონდონში აქ ჰედჯ ფონდი. ძალიან ნიჭიერი ბიჭია. იყო იმაში UBS-ში იყო საინვესტიციო ბანკში. საქართველოს ბანკის დირექტორი და საფრთხე. და კახა ჩამოდიოდა კაზახსტანში, ხშირად ჩამოდის ინვესტიცია აქციებში, სხვადასხვა ორგანიზაციებში. შესაბამისად ჩამოვიდა დაუშვათ 2 წლის წინ, 3 წლის წინ. და ჩამოვიდა სადღაც 3-4 წლის წინ. დაუშვათ 3 წლის წინ ეკითხებოდა, სტრატეგია რა გაქვთ? ბანკები იტყოდნენ, რაღაც ის რა ქვია, საშუალო ბიზნესი, კორპორაციული ბიზნესი, რიტეილი წაგად. კონკურენტი ვინ არის? ყველა ერთმანეთს ასახებდა. 10 ბანკი რო იყო, ყველა ერთმანეთს ასახებდა. ეხლა რომ ჩამოვიდა, კითხა თქვენი სტრატეგია, ყველა თქვა, ჩვენი სტრატეგია არის რიტეილი, ჩვენი კონკურენტი არის კასპი ბანკი. ანუ ყველა ბანკი ვისაც შეხვდა, ყველა თქვა, რომ ჩვენი კონკურენტები არიან, ეს ციფრები რა, რომ ჩვენ ციფრები ისაუბრებთ ლოგოტიპი. ხო და გამეორებას აკეთება ყველაფერს. ეგ საკმაოდ გამაღიზიანებელია. როგორ გამაღიზიანებელია? შენ რაღაცას გამოგინა, დაუშვათ გამოგინა რაღაც რეკლამა, ხო? ეს რეკლამა და პროდუქტი გაუშვი და ეს რეკლამა, რა ვიცი, ინვესტიცია გააკეთე უამრავი დროის და ეს ბრეინსტორმინგები, გუნდთან ფული, სარეკლამო სააგენტოები, ყველაზე მარტივი მაგალითები. და იმათ მაიღეს, просто შენ რაც გააკეთე და სამ კვირაში გაუშვეს იგივე რაც შენ გაუშვი. ეს ყველაზე ისეთი მარტივი
გამეორება ისე გაკეთება შეიძლება. იმეორება ყველაფერს. რასაც ჩვენ ვაკეთებთ. აძილენ, ფილიალების გახსნას აკეთებენ მაგალითად ცდილობენ გახსნ. სამ დღეში ერთ ფილიალს ვერ ხსნით. მაგრამ ხსნიან, ცდილობენ რომ გახსნან. კურიოზები ახლა ესეთი კურიოზები რა ვიცი. ფილიალს მაგალითად ჩვენ აძილენიას ხსნით დეტალებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თავში ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის სულ ჭკუობთ იმაზე რომ დიდი პანჯები გქონდეს. ანუ ჩვენი ბანკის განყოფილებას უნდა გქონდეს დიდი პანჯები. რატომ უნდა გქონდეს დიდი პანჯები? იმიტომ რომ ჩვენ ვართ მაღაზია. შესაძლოა მაღაზია თუ ხარ, ყველაფერი შიგნით უნდა ჩანდეს, საკონი უნდა ჩანდეს, ხალხი უნდა ჩანდეს, უნდა იყოს საკმაოდ მომხიბლელი, გამჭვირვალე, არა იდეოლოგია პოლიცია უნდა იყოს გამჭვირვალე, მაგრამ იდეოლოგია ბანკი უნდა იყოს გამჭვირვალე პრინციპში. და სხვების ხსნიან. მაგრამ სხვები ხსნიან, მაგალითად ისინი არიან ბანკები. ბანკები არიან და ბანკებით ფიქრობენ. ხსნიან აძილენიას, არ ვიცი. მარმარილოშია ჩადებული, ჯერ 5 ჯერ უფრო ძვირი, ხო? თქვენ მეკე ვიყურე მაგალითად რომ მხოლოდ $150,000 გვიждდება გახსნა. მაგრამ სინამდვილეში თუ შენ გიждდება 3 ჯერ უფრო ძვირი იმაძილენის გახსნა. წარმოიდგინეთ რამდენი ძალის უნდა შენ გააკეთო იმისთვის რომ გამოისყიდო ეს ინვესტიცია. ანუ ჩვენ უნდა გავაკეთოთ 3 ჯერ ნაკლები. იმიტომ რომ ისინი ხსნიან 9 მილიონად, ჩვენ ხსნით 150,000. ხსნიან, არის მარმარილოში უშუალოდ რაღაც დიდი შენობა ჩვენ ვხდით, მაგალითად 60 კვადრატულ მეტრს, ისინი ხსნიან 500 კვადრატულ მეტრს. ფანჯარა დაუშვათ ჩვენი არის ღია ფანჯარა, ხედავ ყველაფერს შიგნით, იმათაც აქვს დიდი ფანჯარა, მაგრამ ჟალუზები ესე ჩამოკიდებული. რადგან დიდი ფანჯარა თუ ყველა ჟალუზები. ანუ ყველა იმეორება ყველაფერს. მაგრამ 100%-იანად გამეორება ძალიან რთულია. 100%-იანად რომ გაიმეორო ეს ფაქტორი ნიშნავს იმას, რომ ის ხალხი მიცილებს გადაწყვეტილებას ამ ბანკში უნდა მუშაობდეს შენთან. და ისინი არ მუშაობენ შენთან, ისინი მუშაობენ ჩემთან. შესაბამისად ცდილობენ, შესწავლებს უშვებენ კონკურენცია, არა კონკურენცია სერიოზულად იზრდება. მაგრამ საინტერესოა. ჩვენ ესეთი საკუთრები ლოგოტიპი კი არის გამონათქვამი ის ვარ. სლოგანი არა, ჩვენ შიგნით. უპრიაშკა, ძაღლების უპრიაშკა ვარ, როგორ იქნება ქართულად უპრიაშკა? არა, ძაღლების უპრიაშკა. короче, ციგას რომ მიაქანებენ, პირველ ძაღლი თუ არა ხარ, პირველ ძაღლი თუ არა ვარ, წინახება არასდროს არ გაიწვება. ერთ ადგილში უყურებს ყველა დადარჩენ ერთმანეთს. ყველა ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ პირველები და ამიტომ ძალიან ისეთი ყველანი არიან ძალიან ყველაზე მთავარი ის არის ყველანი არის პროსტო აგრესიული. ვერ წარმოვიდგეთ ჩვენთან არავინ არ ეთქვის ახლა დროც არ აქვს იმისთვის რომ დავждდეთ და ვიფიქროთ მაგალითად რამდენად ჩვენ იმდენი რამე გავაკეთეთ და რა კარგი მოეხა თქვენთან ერთად ვფიქრობ პირველად ბოლო 5 წლის განმავლობაში სინამდვილეში დავუშვათ თუ რამეს ვაკეთებთ უბრალოდ საინტერესოდ მოგიყვეთ მაინც. ჩვენ ვართ აი ყველანი დღე და ღამე ვფიქრობთ მხოლოდ იმაზე როგორ უნდა ვიყოთ პირველები. და ძალიან მაგრად გითხდება, როდესაც პირველები არ ვართ. აი ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი დრაივი, რომელიც არის გუნდში. ყველა არის მშიერი, ამბიციური, პოზიტიური, ისა რა ქვია, მშიერი, hungry. მიღწევებზე და არა საჭმელზე, გაბარიტებს რო შეხედოთ, არა ვარ რა, მოგდა მშიერი. კიდე კითხები? გამაინტერესებთ, თქვენ ახსენეთ, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ მაღაზია. და ეს მაღაზიის არსი ცოტა კარგად არ მესმის და იქნება გამომართული. იგივე აი ინტერნეტ რაღაც ბანკის არ ეძახით, იქნება რაღაც სავაჭრო რაღაცა ქსელივით, სადაც მოვა და მეგობარი ხარ თქვენ და უცხოთ ფულს ასესხებ და ის იყიდის თუ ანუ რას აკეთებთ? რა აი ბანკსა და თქვენ შორის რა განსხვავება არის? თქვენ მითხარით რა განსხვავება ზუსტად მაგითქვის დასვლა მეთქვა. რა განსხვავება ბანკსა და მაღაზიას შორის? მაღაზიაში ვყიდულობ პროდუქტს, თქვენ ფიქრობთ რომ ბანკში მითქვა რომ ჩვენ არ აქვს პროდუქტი. ანუ პროდუქტად თქვენ პროდუქტად რას თქვით? ეს პროდუქტია. ჩვენ მე მაგ აბუ გვაქვს დადებული ყველანაირ. სხვები ძახიან გავეცით კრედიტი, მივეცით კრედიტი. ჩვენ გვაქვს გავყიდეთ კრედიტი. გავყიდეთ გადარიცხვა. გავყიდეთ საკრედიტო ბარათი. ჩვენი არის გაკვირდა. რა თქმა უნდა, ეგ ბაზა. ანუ ჩვენ ვიძახით იმას, რომ საბანკო მომსახურება არის ზუსტად ისეთი პროდუქტები, როგორც სავაჭრო ქსელი. ერთადერთი რა არის? თქვენ რომ შემოდიხართ ჩვენთან, თქვენ არ ხედავთ იოგურტ, ხაჭოს, გვინოს, კონიაკს, ამას არ ხედავთ, მაგრამ
იმიტომ რომ პლუს აიგდა ზაღალ გაჭოს ეგეთი. მაგრამ სინამდვილეში ეგ არის ყველაზე ძირითადი, ანუ ჩვენ ვიდით ისეთევა როგორც სავაჭრო ქსელი. და ბანკირებზე თქვენ თქვით რომ ბანკირებს არ უყვანთ სამსახურშიო და ეგენი ეგრე არ უყურებენ თუ როგორ იმასტები არიან? რატო არა ყავთ ეგ? ეგ ძალიან კარგი ისა რა ქვია. აი ეს რეიტინგი სხვადასხვა დავიწყოთ ყველაზე ქვედა დონიდან. თავიდან მივიღეთ ეგეთი გადაწყვეტილება რომ ჩვენ არა ვართ ბანკი. აი იდეოლოგია უბრალოდ იშლება ძალიან მარტივად, როდესაც თავიდან მიიღებთ რაღაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და შემდეგ ვცდილობ დეტალურად გაშიფროთ, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება თქვენი ორგანიზაციის და გუნდისთვის. ჩვენ თქვით რომ ჩვენ არა ვართ ტრადიციული ბანკი. როგორც კი შენ იტყვი რომ არა ხარ ტრადიციული ბანკი, ეგ ნიშნავს იმას რომ შენ მარტივად ხო ბანკირები არ ჭირდება. რატომ ეხლა ბანკირები რომელიც მოდიან ეხლა მე კიკასუში ვარ ეხლა თეთრმაში და ჩვენი თანამშრომლებიც ეგრე არიან მაგრამ ეხლა რატომ და მე ბანკირი რომელმაც იცის როგორ გასცეს ესე მე მჭირდება გოგო ან ბიჭი რომელმაც მაგდონალდს შემუშავა 6 თვე და იცის როგორ მომსახუროს თავის კლიენტს უღიმის არის ძალიან განწყობილია დაუშვათ აუხსნის ყველაფერს მე ამჭირდება ეს ადამიანი ვისაც რაღაც კვადრატული თავი აქვს და ეს რა ქვია მილიონობით ფული აითვისა ეს აითვისა სიტყვას ვერ ვიტყვი რა აითვისა ეს მილიონობით საკერტო პორტფელიები გასცა და ასე შემდეგ მე მჭირდება ჩვენ გვაქვს იდეოლოგია ეგეთი ახალგაზრდები ინსტიტუტიდან ან ინსტიტუტის ბოლო კურსიდან არანაირი გამოცდილება თუ გამოცდილება აქვს სხვა ბანკში პროსტო არ შეიძლება თუ გამოცდილება აქვს სავაჭრო კომპანიაში, რესტორანში, ანუ იქ სადაც ემსახურებოდა კლიენტებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებთ გამონაკლისს. შემდეგ ჩვენ ვიზახით ეგეთ რაღაცას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი პროდუქტები. რატო შეგვიძლია სტუდენტი? ჩვენ შეგვიძლია ავიყვანო სტუდენტი, ვასწავლოთ. და შემდეგ დავასწავლოთ სწრაფად. და სწრაფად რატო ვასწავლოთ? იმიტომ რომ ძალიან მარტივი პროდუქტები. აი ეს 15 წუთით სხვა შორის ყველაფერი ერთმანეთს რო დავუკავშიროთ, ვაკეთებ ვიზახი ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში რა ეგ კატაბიტო კვერცხი. იმას რა ქვია, მარტივი 15 წუთი ეგ ნიშნავს რომ პროდუქტი უნდა იყოს ძალიან მარტივი. თუ 15 წუთში შენ 15 წუთში ვერ გასცემ პროდუქტს, სადაც უნდა დავუშვი იპოთეკა. იპოთეკას 15 წუთში ვერ საგასცემ, ვერ სოფლიაში ამას ვერ აკეთებენ და ჩვენც ვერ გავაკეთებთ. ამიტომ იპოთეკა დავუშვათ ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ის პროდუქტები, რომლის გაშვებაც შეიძლება 15 წუთის განმავლობაში. ანუ მიყიდო შეგიძლიათ 15 წუთის განმავლობაში. ამიტომ გვაქვს მხოლოდ 5 პროდუქტი. cash loan, საკრედიტო ბარათი, დეპოზიტი, პერიოდი გადარიცხვა და ფულის გადახურვა. მხოლოდ 5. დეპოზიტიც ერთია. ანუ მაგალითად ჩვენ კონკრეტულად რო შეხედოთ დავუშვათ. ჩვენებს აქვს დეპოზიტი კაცის, ქალის, ბავშვის, დედის, გაზაფხულის, ზამთრის, იმის რა ქვია, შემოდგომის, სტუდენტის. რა ვიცი, რა ჩვენ კონკრეტებს აქვს დეპოზიტების მენიუ უზარმაზრად ჩვენ მარტო ერთი დეპოზიტი. რომელსაც არის კარგი საპროცენტო განაკვეთი. და რა ვიცი, ნუ ჩვენ სტავს ძალიან უადვილდება ამის გაკეთება, რომ ჩვენ ვიზახეთ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი საპროცენტო განაკვეთი და ერთი ყველაზე მოკლე დეპოზიტი და გვაქვს ერთი.